ის ზღვამდე იდგარ იგი, იმიტომ რომ აი არ წარმოგედგინია რა ხდებოდა. და ხალხი იცოდა, მაგრამ როგორ უნდა მიხედოს, როგორ უნდა მოიყვანოს, არ იცოდა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ისეთი უცნაური. ეს მარტივი ხო არის, დარგე და წახვედი. ამას მორწყვა უნდა, მაგალითად მეკითხებოდნენ, რომ მივიტანთ ერთმა ისიც მკითხა, რომ ზოგჯერ მგონია რომ იგონებენ, დედას გეფიცები, აი გულწრფელად გეუბნები, რომ მგონია რომ იგონებენ. რას? რომ მაგალითად მეკითხებოდა, რომ ეს სახში მისვლამდე აყვავდება? და ამ დროს ვიბნეოდი ვერ ხვდებოდი რა უნდა უპასუხო, რა უნდა უთხრა, არ ვიცი. მორწყვა უნდა? ხო. და ისე რომ აი აქამდე არ გაუგი. ერთი ძალიან საყვარელი ქალბატონი ყავდა, აი რომ მონდომებული გამოპრანჭული იყო, მობრძანებული და მივხვდი რომ პამიდორი არათუ დარგული აზრადაც აქამდე არ ქონდა, არ გაევლო რომ ხო, პამიდორი დარგას და ნუ მოსულია მონდომებული და მეუბნება 200 ჩითილი მინდა პამიდორის. მეთქე ქალბატონი იქნებ 20-ით დავიწყოთ ჯერჯერობით. 200 ძალიან ბევრი ხო 200 ჩითილს რო დარგა 200 პამიდორს ვერ გამოხვალ ბოსტნიდან შემოდგომამდე და იტრიალო ბოსტანში და ფურჩქნო და ახვიო და ასხურო და თოხნო და მარგლო და მე 200 კილო პამიდორი რო პამიდორს მოიწევს ის პამიდორი ბევრია იმას მე ამდენი ტომატები უნდა აკეთო და არ გავდა ეს ქალბატონი ნამდვილად გაპრანჭული მძივებით რაღაცა ასე მარგალიტები მე ვთხარი ქალბატონო მოდით 20 ჩითილით დავიწყოთ ჯერ მეთქი 20 დარგეთ მიწა დამუშავებული გააქვთ რაღაცებს პროფესიული ჩავჭრა იქნება გადავაფიქრები 200 ჩითილი და ზურაბ ძალიან ისეთი ტონით ძალიან მკაცრი ტონით ზურაბ მე გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა ხო მაგრამ იქნება მაშინ 30 რას ამბობო დიდი აივანი მაქვს და მინდა ბალკონზე გადავფინო ბოსტანიც არ ქონია უნდა რომ აივანზე გადაფინოს 200 პამიდორი დარწმუნებულია, გულწრფელად დარწმუნებულია, რომ ეს პამიდორები მოისხავენ და ამ პამიდორით ავშენდებით და კიდე უკეთესი ამბავი მქონდა. ყოველ საღამოს დაღლილი რომ მოვდიოდი ამ ჩემი ფანჯრიდან, წერდი რომ სამწუხაროდ გარდენია სტუმრებს ვერ მასპინძლობს, მაგრამ თუ მობრძანდებით ფანჯრიდან მოგაწვდით ჩითილებს. ამის თესლს და ჩითილს მოგაწოდებთ ფანჯრიდან. ხო. ну ამას სულ უსვავდი ხას რომ შიგნით ვერ შემოგიშვებთ, მაგრამ ფანჯრიდან მე ვიჯექი თვითონ და ფანჯრიდან ყველას ვარიგებდი. და ერთი ძალიან საყვარელი ხმით რეკავს ქალბატონი, შუა დღეს უკვე 12-ია, კარგად გამოძინებული ხმით, ძალიან საყვარელი ისეთი ხანდაზმული უკვე ქალბატონი და ამბობს რომ ისაო რა ქვია, მეო ველოდებიო და არ ჩანანო. და რას ელოდებით მეთქი და მეო გუშინ დავრეკეო სხვათა შორის და მისამართი ჩავაწერინე კიდევ ერთხელ გიმეორებთ ასე მისამართი პირველი სართულია თეთრი ფანჯარა და ეს ფანჯარა ღია მაქვს სპეციალურად და ველოდებიო დარწმუნებული იყო რომ მიუტან და ფანჯარაში მივაწოდებთ ჩითილებს მოგაწყვი ფანჯარასთან იგდა გაიგო და ჩემს ფანჯარასთან მომაწვი